სპორტის განვითარების ცენტრმა კალათბურთში ქალაქური პირველობის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. სპორტის განვითარების ცენტრმა ამჯერად ქალაქურ პირველობას კალათბურთში უმასპინძლა. ორდღიან ტურნირში მონაწილეობა ჯამში 4 გუნდმა მიიღო, თუმცა ფინალურ შეხვედრამდე შეჯიბრს წმინდა ნინოს სახელობის და მეოთხე საჯარო სკოლები გამოეთიშნენ. დაპირისპირება სპორტის განვითარების ცენტრსა და სპორტ სკოლის კალათბურთის გუნდ ბახმაროს შორის შედგა. ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად თამაში საინტერესო და დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი 16-16 თანაბარი ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმში ტაქტიკური გათვლების წყალობით გუნდები წინ კვლავ თანაბარი ქულებით მიიწევდნენ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ერთქულიანი განსხვავებით 33-32 გუნდ ბახმაროს გამარჯვებით დასრულდა. გუნდებს სპეციალური თასები გადაეცათ. ძალიან სასიამოვნოა ეს გამარჯვება, საინტერესო თასი იყო, გუშინ დავიწყეთ ეს ტურნირი და მადლობა მინდა გადავუხადო ამ ტურნირის ყველა მონაწილეს, ასევე ორგანიზატორებს. განებირებული არ ვართ ამ სახის ტურნირები და ძალიან კარგი იქნება თუ ყოველთვის ჩატარდება ხშირად ესეთი სახის ტურნირი. შესანიშნავი ტურნირი ჩატარდა ქალაქის პირველობა და მოხარული ვარ რომ მივიღე მონაწილეობა. ჩვენ ასაკიანი ხალხმაც მივიღეთ, ბავშვებმაც მიიღეს და ასე რომ ტურნირი ძალიან კარგი გამოვიდა და ძალიან დაძაბული ფინალი შედგა, რომელიც ერთი ქულით მოგვიგო. მოქმედმა სპორტსმენებმა მაქსიმალურად ვეცადეთ. ჩვენმა გუნდის წარმომადგენელმა რომ გავთანაბრებოდ და მართლაც 73-32 დამთავრდა. და მოხარული ვიქნებით თუ ესეთი ტურნირები ხშირად ჩატარდება. ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ სპორტის განვითარების იმედად, რათა ჩატარებულიყო ქალაქის პირველობა კალათბურთში და ამით პოპულარიზაცია მომხდარიყო ამ სპორტის სახეობის და უფრო განვითარებულიყო და უფრო მეტი ახალგაზრდობა და წარმომადგენლები ჩაერთონ კალათბურთში. დღეს უახლოეს მომავალში გაგრძელდება უკვე რაიონის მასშტაბით, სადაც ჩართული იქნება სოფლის ნაკრები, გუნდები და ასევე ნებისმიერი მსურველი და ნახოთ შედეგებს არ გაველოდოთ მოვლენებს. ანუ შედარებით უფრო მეტი მასშტაბური და უფრო მეტი დაძაბული თამაშები გველოდება წინ უახლოეს მომავალში. სპორტის განვითარების ცენტრი მალე რაიონულ პირველობასაც უმასპინძლებს.